დიახ, თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით დაკავებული ჟურნალისტის ელისო კილაძის სასამართლო პროცესი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საქალაქო სასამართლოში. ეს წუთია დასრულდა მოწმის გამოკითხვა. დღეს საპრალდებო უწყებამ ელისო კილაძის წინამდებ ჩვენების მისაცემად მოიყვანა გიორგი კამლაძე. ეს არის პირი, რომელიც წლების განმავლობაში საქმიანობდა უკანონოდ, მის სახელზე იყო ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრი. ის არის ბრალდებული სტატუსის მქონე, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ის სასამართლომ ჩვენების სანაცვლოდ, აღიარების სანაცვლოდ, მათ შორის ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მოიყვანა დღეს პროკურატურამ. მოწმე სასამართლო პროცესზე მოსამართლის, მათ შორის ელისო კილაძის თანდასწრებით დღეს დახურულ კარს მიღმა ამტკიცებდა, რომ ელისო კილაძეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხდიდა თანხას აღნიშნული კოლ-ცენტრი, მის სახელზე დარეგისტრირებული კოლ-ცენტრი, თუმცა რის სანაცვლოდ ეს უცნობია. თანხის ოდენობას დაასახელა აღნიშნულ მოწმემ, რასაც მოჰყვა შეკამათება მასა და ელისო კილაძეს შორის. ელისო კილაძე არ დაეთანხმა თანხის რაოდენობას და ის მოწმეს აიძულებდა ეთქვა, თუ რის სანაცვლოდ უწევდა გარკვეულ მომსახურებას, როგორც ჟურნალისტი, მედია წარმომადგენელი აღნიშნულ მის კომპანიას. თუმცა მოწმემ ამაზე პასუხი ვერ გასცა. ხმაურის დაპირისპირების ფონზე სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა 2 საათის შემდეგ უკვე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და რაც შეეხება თავად მოწმეს, რომელთანაც ჩვენ ბუნებრივია ჰქონდა მცდელობა დაგვესვა შეკითხვები, მოწმე სპეციალური ავტომობილის მეშვეობით გაიყვანეს სასამართლოს ეზოდან. მოწმის განმარტებით გარკვეულ ფინანსურ მიმართულებას კურირებდა კოლ-ცენტრების, შესაბამისად მისთვის კარგად არის ცნობილი, რა თანხა შედიოდა კოლ-ცენტრში, ბრუნვა რა იყო, რა რჩებოდა მოგება, რა იქნა შემდგომ განაწილებული პარტნიორებზე, ვინ იყვნენ ეს პარტნიორები და ასევე ისაუბრა ელისო კილაძის როლზე, რომელიც როგორც ესეთი პარტნიორად წოდებული არ არის, ეს ბრალდების დადგენილებაში ზუსტად ამ ფორმულირებით არის და ახსნილი არის ბრალდების დადგენილებაში თუ რას ემსახურებოდა ელისო კილაძის როლი. ზუსტად აი ამ როლთან დაკავშირებით ისაუბრა მოწმემ, რისთვის უხდიდნენ მას კონკრეტულ თანხას, რომ მისი ფუნქცია რა იყო, ამასთან დაკავშირებითაც სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა მოწმემ. ასევე ამ მოწმის ტექნიკიდან გარკვეული ინფორმაცია არის გამოთხოვილი, ეგრეთ წოდებული შავი ბუღალტერია ამ კოლ-ცენტრის და საკმაოდ მოცულობითია ეს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ირგვლივაც მოწმეს დაესვა კითხვები და ახსნა ყველა ველში თუ ფაილში რა ინფორმაცია იყო ასახული, ამასთან დაკავშირებით მოკლედ ისაუბრა. ვიდრე ბრალდებული თავად არ მომართავს გამოძიებას პროკურატურას ამ შემთხვევაში, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, მანამდე ჩვენ ამ საკითხს ზოგადად არც განვიხილავთ. რაც დავკითხეთ მოწმეები, იქიდან ჯერჯერობით ელისოს საწინააღმდეგო ბრალდების მტკიცებულებად ისინი არც ერთი არ ვარგა და არც არის რაიმე ისეთი, არც საგამოძიებო მასალებში, რომ ის მოწმეები მიჩნეული ყავდეს ბრალდებას, როგორც მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას გაამყარებენ. ახლა დღეს არის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც არის ძირითადი მოწმე იმ 4-დან. და ნახოთ ახლა ერთ-ერთი პარტნიორია რა. საქმეში არის სხვა პირებთან ერთად ბრალდებული და მოწილეს და შემდეგი სასამართლო პროცესი ელისო კილაძის საბრალდებო საქმეზე 4 აგვისტოს ჩაინიშნა. ეს იქნება ბოლო სხდომა, სადაც პროკურატურა მოიყვანს კიდევ ერთ მოწმეს კილაძის წინააღმდეგ დასაკითხად და ის იქნება სავარაუდოდ კიდევ ერთი კოლ-ცენტრის თანამშრომელი. ამის შემდგომ უკვე სასამართლო პროცესები ამ საქმეზე აიღებს პაუზას და სექტემბერში გაგრძელდება ისევ ბრალდების მხარის მიერ მოწმეების გამოკითხვის ეტაპით. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.